Ტრეველი. Ზვიად გამსახურდია შვილები 12 დღეა უკვე პროკურატურაში შიმშილობენ. დღეს გადაცემის პირველ ნაწილში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. ხელისუფლება აპირებს, რომ შეცვალოს კანონი სპეციალურად ზვიად გამსახურდია საქმის გამო. თუმცა შიმშილობა მაინც არ წყდება. რა მოთხოვნები აქვთ შვილებს? გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ცოტნე გამსახურდია, რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს. ჩვენ უკვე ვისაუბრებთ თბილისის მერის ანგარიშზე. დღეს იცით, რომ ხმაური იყო საკრებულოში. თბილისის მერი ანგარიში წარსდგა და ასევე ბიუჯეტის განხილვაც იყო. ამ თემაზე შევეცდებით, რომ მოგასმენოთ სხვადასხვა მოსაზრებები, თუ რას ფიქრობენ კახაკალაძის მუშაობაზე ჩვენი სტუმრები. მანამდე კი მივესალმებით ჩემს პირველ სტუმარს, ცოტნე გამსახურდიას. გამარჯობა ბატონო ცოტნე. მადლობა გადაცემაში მოსვლისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს როცა ხედავთ, რომ ხელისუფლება მზად არის გაითვალისწინოს თქვენი მოთხოვნა, რომ არ შეწყდეს საქმე და 5 წლით გახანძლებდეს ხანდაზმულობის ვადა ასეთ მკვლელობებზე. თქვენ მაინც არ წყვეტთ შიმშილობას, რატომ? უკვე ძალიან ბევრჯერ განვაცხადე სხვადასხვა ეთერებში, სხვადასხვა ტელევიზიებთან, იმიტომ რომ ეს რეალობა შექმნა სწორედ ხელისუფლება. მე არ შემიქმნია ხომასე. ხელისუფლება მიიყვანა საქმე იქამდე, რომ 25 წლის თავზე საქმე იხურებინ მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად ისე, რომ პასუხისგებაში არავინ მიუწიათ. და რა გარანტია მაქვს მე დღეს, ან რატომ უნდა ვიფიქრო, რომ ის ხალხი, ვინც ეს რეალობა დააყენა და იმ მოცემულობით რაც 25 წელიწადში არ და ვერ გააკეთეს, იმას 5 წელიწადში გამოეძიებენ. და რა ვქნა მე 5 წლის შემდეგ ისევ ხო, მაგრამ პროკურატურა ეს არის მოვიდე. რაც არის და ანუ საბოლოო ჯამში რა უნდა მოთხოვნა რა რაც არის, ვისაც უნდა ამას შეეგუოს და მე არ შევეგუები. არ შეეგუა ზაზა სარალიძე ეგერ, არ შეეგუა მალხაზ მაჩალიკაშვილი, არ შეეგუენ სხვები და ვისაც უნდა ბატონო მე უთანაგზო. შემდეგი მოთხოვნა რა არის? შემდეგი კი არა, ჩვენი თავდაპირველი ამ სადამდე იშიმშილებთ ეს ჩვენი თავდაპირველი სადამდეს გავუძლებთ. ჩვენი თავდაპირველი მოთხოვნა არის და მთავარი მოთხოვნა არა გახანგრძლივებისათვის. დიახ, მივესალმები პარლამენტის ამ ინიციატივას და ძალიან ვაფასებ მათ დამოკიდებულებას, ძალიან მომწონს ის, რომ ამ საკითხზე გაერთიანდა პოზიციასა და ოპოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ ასე პარტიულ დაპირისპირებებსა და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ და ეს მე ძალიან მახარებს, მაგრამ ჩვენ არ გვიშიმშილია, არ გაგვიპროტესტებია მხოლოდ გახანგრძლივებისათვის. ჩვენ ვითხოვთ ეფექტურ გამოძიებას პირველ რიგში. ეს არის აუცილებელი, ეს ვადის გახანგრძლივება და მაგრამ არასაკმარისი პირობა. კი ბატონო, თქვენ ხვალ ხვდებათ მთავარი პროკურორი გააქვთ იმედი, რომ რაიმე რეალურ დაპირებას მიიღებთ ამ მიმართულებით? მე ბრძოლის დროს არასდროს არავითარი იმედი არ მაქვს. მომავალი გამოვაჩენს, ვნახოთ. ხო, თუმცა აქამდე შეხვედრი ხართ თქვენ, ხო, პროკურორებს ამ საქმეზე დიდი ხანია მიდის ძიება. და რას ამბობს პროკურატურა, რატომ ვერ მივიდა საქმე ბოლომდე? ან რატომ ვერ დახურეს თუ ვერ იძიებენ მაგალითად? არა, პროკურატურა მსგავს არაფერს ამბობს. უბრალოდ ამ საქმეში არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა გამოკვლევას არ ხდება ჯეროვანი სტანდარტით. იგივე მოწმეთა დაკითხვა ან არ ხდება, ან ხდება ისე, რომ აი თქვენ მოკალით ზვიად გამსახურდია. ეს უკვე ბევრჯერ ვიმეორებ. არ ხდება ამ მოჩვენებების კრიტიკული ანალიზი. შეიძლება ითქვას, რომ გამოძიება ჩვენ გვიპირისპირდება და გვეკითხება, აი რატომ არ დაუჯერო იძახის, რომ არ მომიკლავს. ესე იგი, მე უნდა მომტკიცო, თურმე მე უნდა მოვიძიო მტკიცებულებები და სამხილი და არსებული მტკიცებულებები და სამხილი მე უნდა მივუახლოვო იმ მაღალ სტანდარტს, რომლითაც უნდა მუშაობდეს პროკურატურა. ასეა? ხო, მაგრამ ან პროკურატურის პასუხი რა არის ამ შემთხვევაში? საქმის გაწიაურების მიზეზი რაღაც პოლიტიკური მიზეზია თუ რეალურად ვერ იძიებენ საქმეს? პროკურატურა გვეტყვის, რომ იცით რა პოლიტიკური მიზეზია და ამ საქმეს ჩვენ ხელს ავკიდებთ? აი მაგალითად მე შემიძლია გითხრათ. თქვენი აზრი მაინტერესებს. მე შემიძლია გითხრათ. ვერ იძიებენ საქმეს, აი ეს მაინტერესებს ეს. რომ ვერ იძიებენ ეს ფაქტია. ვერ იძიებენ. არა, ის ობიექტური მიზეზები მათი ბრალია, იმიტომ რომ იმ საქმეში საკმარისი მეტი მტკიცებულება არსებობს, რამდენიმე ტომი ამ საქმის მასალებისა შექმნა არსებულმა წარსულში საპარლამენტო კომისიამ, ჩემი უფროსი ძმის ხელმძღვანელობით და გადასცა პარლამენტსა და პროკურატურას, მიუხედავად ამისა ამ ჩვენებების, ამ მასალების არც კრიტიკული ანალიზი მომხდარა, არც აუცილებელი საგამოძიებო ქმედებების ჩატარება. საგამოძიებო ქმედება არ არის მხოლოდ დაკითხვა. მე არ ჩავალ ახლა დეტალებში და არ ვისაუბრებ დეტალებზე, მხოლოდ დაკითხვით არ თავდება ყველაფერი და არც იწყება. დაკითხვასაც სხვადასხვა მეთოდები, სხვადასხვა ხერხები, სხვადასხვა ტაქტიკები აქვს. ახლა როდესაც ბატონო, ამდენი წლის მერე რა საგამოძიებო მოქმედებები სწორედაც რომ შეიძლება დამერწმუნეთ და ეს საქმე სწორედ იმიტომ შიმშილობს და იმიტომ ასე ვთქვათ, ასეთ მწვავე და უკიდურეს ფორმას მივმართავთ, რომ სწორედაც შეიძლება, მაგრამ ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენს ადვოკატებს უწევთ მათთვის
წლობის განმავლობაში რეკვა და მნიშვნელოვანი საქმეები, მნიშვნელოვანი დეტალებზე აქცენტის გაკეთება თუ მოთხოვნა რომ მნიშვნელოვანი მოწმეები დაიკითხონ, რომელთა შესახებაც შეიძლება ითქვას უკვე 10 წლეულია გამოძიებას აქვს ინფორმაცია. ახლა მე თუ გავაკეთე ყველაფერი, მაგრამ მე წავალ. მაშინ მოდი კონკრეტულად ვისაუბროთ. კონკრეტულად საქმის დეტალებზე ვერ გესაუბრებით, ეს გამორიცხული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ხო საჯარო იყო კომისიის დასკვნა. რატომ ჩემო ბატონო და იმიტომ რომ არა რა იყო? კომისიის დასკვნა რაც კომისიის დასკვნა ერთია და დეტალები მეორეა. ანუ სხვა რამ მაინტერესებს. წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენი მაყურებელი, რომელიც რაც იცის ეს 25 წელია, რომ საქმე ვერ გამოიძია. კი ბატონო, ისინი ფიქრობდნენ და ბევრი ფიქრობდა, რომ შევარდნაძე ამ საქმეს არ გამოიძიებდა გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ მე შემდეგ შეიცვალა ხელისუფლება, იყო სააკაშვილი, რომელიც უბრალოდ შეიქმნა ეს საპარლამენტო კომისია. არც მათ გამოიძიეს. მოვიდა კიდევ ახალი ხელისუფლება, არც მათ იძიებენ. რატომ არც ჩვენ საზოგადოებაზე თუ წავალ საუბარი, მე დავწმუნდი ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან საღად აფასებს პროცესებს და ძალიან კარგად ხვდება ვინ და რატომ არიძიებს ამ საქმეს და რატომ არიძიებდა. ახლა ამ საქმისადმი დამოკიდებულებას მე შემიძლია მოვყვე 94 სააკაშვილის რა ინტერესი ქონდა არ გამოძიების ან ამ ხელისუფლებას რა ინტერესი სააკაშვილი მხოლოდ სააკაშვილი არ იყო ახლა იქ იყვნენ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები იყო სხვადასხვა კლანური ინტერესები ამ საქმეში ფიგურირებდნენ უშიშროების თანამშრომლები უშიშროების თანამშრომლები რომლებიც აგრძელებდნენ მუშაობას მათ შორის 2000-იან წლებში და ზოგიერთი დღესაც დაკავშირებულია ამ სტრუქტურებთან. ახლა ყოფილი კგბ-შნიკები რომ არ არსებობენ, ეს ალბათ მოგეხსენებათ. კგბ-შნიკებზეა სწორედ საუბარი, სწორედ საბჭოთა უშიშროების თანამშრომლები ფიგურირებენ ამ საქმეში და მათ შორის არაერთი და ამაზეა სწორედ საკითხი რომ მათ დღესაც ყავთ გავლენიანი მფარველები, შეიძლება ამ ადამიანებმა იციან სახელმწიფოს ორგანოებზე ახლა მოგეხსენებათ ჩვენი სახელმწიფო რა სიბინძურეზე, სიყალბეზე და უკანონობაზე დგას. მოდით ახლა აღარ გავაკეთებ, ერთხელ გავაკეთე თქვენი ტელევიზიის მფლობელთან ბატონ დავითთან ამაზე ექსკურსი და ახლა ამაზე დროს უღა დავკარგავთ. ვისაც დააინტერესებს ნახოს ის ეთერი, მაგრამ შეიძლება ამ ადამიანებს დანაშაულებრივ ქმედებებში, უკანონო ბრძანებების შესრულებებში მე არ ვიცი. რაში აქვს მათ მონაწილეობა მიღებული. მე ვხედავ მოცემულობას, რომ ჩვენ გვიწევს აი ელემენტარული საგამოძიებო ქმედებების ჩატარებაზე და უშუალოდ დაჟინებული ბრძოლა. უკაცრავად, აი ვიტყვი, აი მაგალითად დავიწყოთ. მე ზოგადი საუბარო არ გამოდის. არა, გენაცვალე არა. ზოგად სასაუბროთ მე არ მოვსულა და ზოგად სასაუბროთ კი არა, ძალიან ბევრი დეტალი მაქვს უკვე დასახელებული, ისაც შეიძლება საუბარი. აი პირველი მაგალითად. 94 წელს, 93 წლის 30-დან 31 დეკემბერს მოხდა ეს ფაქტი, 97 წლამდე არც ერთი საგამოძიებო ქმედება არ ჩატარებულა. ეს ერთი. დღემდე არ ჩატარებულა ამ საქმეზე, არც მიხეილ სააკაშვილის დროს, არც დღეს არ ჩატარებულა ელემენტარული. მე უკვე სხვა ტელევიზიასთან ვთქვი ეს საგამოძიებო ექსპერიმენტი. რამდენად შეეძლო მსგავსი ანატომიური, აი ზვიად გამსახურდიას ანატომიური აგებულების პატრონ ადამიანს 225 მმ-ის სიგრძის სტეჩკინი მიედო თავთან ისე, რომ განეხორციელებინა გასროლა და ტყვია წასულიყო სწორედ იმ ტრაექტორიით. რამდენად შესაძლებელი იყო, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დგინდება, იმ მოწმეთა, რომლებიც ამტკიცებენ სხვათა შორის, რომ თავი მოიკლა, რომ ესე იგი მას ეს 2 კილოიანი თუ კილონახევრიანი სტეჩკინი, რომელსაც აქვს 320 ჯოულამდე დარტყმის ძალა, მისი უკუცების ძალა ვერ აგდებინებს მას ხელიდან იარაღს და ეს იარაღი უვარდება და უდევს ხელზე ისევ მუჩეკრული. რამდენად შესაძლებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერ ჩავატარებინეთ, აქ აღარ არის უკვე მოწმეების დაკითხვაზე მხოლოდ ლაბარაკი. ელემენტარული ექსპერტიზები არ არის ჩატარებული. ყოველი მოწმის დაკითხვაზე ჩვენ თავის დროზე როა ჩატარდა ეს პრობლემა იყო. ექსპერტიზა აბა. რა თქმა უნდა, აბა ახლა თქვენ რა გგონიათ, მაშინ როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება ერთ მხარეს აგერ იმას ამტკიცებდნენ დასავლურ მედიასთან ერთად, სხვათა შორის, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ შევარდნაძის ხელისუფლება დემოკრატიის განვითარებისთვისაა მოწოდებული საქართველოში და 200 მეტრში ხალხს ხვეთდნენ, იმპერია და როდესაც ზვიადისტებზე ეგრეთ წოდებულ სინამდვილეში სამშობლოზე შეყვარებულ ხალხზე ნადირობდნენ როგორც რა ვიცი ცხოველებზე, მაშინ გინდოდა თქვენ რომ ჩვენ ვდობოდით იმას შევარდნაძესთან დაკავშირებულ თუ აფილირებულ თუ გინდა ქართულ და თუ გინდა უცხოურ სტრუქტურებს. რა თქმა უნდა, რა თქვენ თქვენი თავი წარმოიდგინეთ ამ შეკითხვას რომ მისვამთ. ახლა ორი ყმაწვილი და ერთი ქალი დარჩენილი აბსოლუტურად ესე იგი შოკურ რაღაც კატასტროფულ ვითარებაში მგლის ხახაში და ეხლა შენ ექსპერტიზა ენდე იმას ვინც მამა და ქმარი მოგიკლა.
ეს სათქმელად ადვილია. ამდენი წლის მერე ექსპერტიზის პასუხი. ამდენი წლის აქ არ არის საუბარი ხედრის ექსპერტიზაზე, ჩემო ბატონო, არსებობს მრავალნაირი ექსპერტიზა, კრიმინალისტიკური, ბალისტიკური ექსპერტიზაც. ბატონო? მე ხო ჩატარდა მოგვიანებით. რა ექსპერტიზა ჩატარდა, ის რომ სისხლი ამიღეს და გენეტიკური ექსპერტიზა ჩაატარეს, თქვენს რომ დიახ ეს მართლაც ვერ გამსახურდა. თვითონ ტრაექტორია ასე არა, ჩემო კარგო, ამაშია. არაფერია ეს საგამოძიებო ექსპერიმენტის გარეშე ვერც გაკეთდებოდა, თან მე რა საგიხსენით ზელა. გესმით და იქ არის უამრავი წინააღმდეგობა ჩვენებებში, საჭიროა ამ ჩვენებების კრიტიკა. მოდით ძალიან დამღლელი იქნება ახლა მაყურებლისთვის ამაზე საუბარი, მე მგონია. ნამდვილად ასეა და თავარი დასტური კიდევ ერთ-ერთი მთავარი დასტური იცით რა არის, რომ პროკურატურა მეორეს მხრივ ჩვენ გვიწევს გააფრთხებულ წინააღმდეგობას, ერთი მხრივ ხო ყალბი დაპირებებით ყვებავს ამდენი წელიწადია. იყო რაღაც პატარა გამონათება, როდესაც მიხეილ სააკაშვილის დროს შეიქმნა ამ თემაზე საგამოძიებო კომისია და მას ჩაუდგა სათავეში შემიძმა და სწორედ მაშინ შეიქმნა ამ საქმის კორპუსის, ტექსტთა კორპუსის დიდი ნაწილი. მაგრამ აი დღემდე გეუბნებით, აი მაგალითად ჩვენ წლები ვიბრძოლეთ იმისათვის, რომ მოგვეპოვებინა ესე იგი გარდაცვლილის უფლებამონაცვლის, დაზარალებული უფლებამონაცვლის სტატუსი. წარმოგიდგენიათ თქვენ? წლები ვიბრძოლეთ იმისათვის, რომ ამაზე 2015 წელს, როგორც ეს მოხდა, მისცემოდა ამ საქმის კვალიფიკაცია. პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე 21 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კვალიფიკაციის გარეშე. თქვენ არაფერს გეუბნებათ? კიდევ შემიძლია გითხრათ, დღეს ჩვენს ადვოკატს ლამის სანთლის შუქზე პატარა კუჭუბელა ოთახში უწევს ჯდომა და ხელით ამოწერა და ყველაფრის საქმის მასალებიდან ეპიზოდების და ყველაფრის ამოწერის საშუალებას იქაც არ მოგცემენ, იმიტომ რომ რაღაც ნაწილი დახურულია, ნაწილი საიდუმლოა. და დღემდე ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ ჯიბის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი გვაქვს დღეს სარჩელი, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, თუმცა იქიდან ჩამიჩუმი არის მის იმაზე, რომ ესე იგი ყველა სხვებს დაზარალებულს მის უფლებამონაცვლეს კონდეს უფლება მიიღოს საქმის მასალები. ჩამიჩუმი არის მის ჩანს დასვლის პოლიციის ფუნქციების განხილვა და მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებული კანონების მიღება უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ როცა საუბრობთ ამ თქვენ კი ამბობთ რომ შეიძლება არ იყოს მაყურებლისთვის საინტერესო თქმა, მე მიმაჩნია რომ დეტალები უფრო საინტერესოა სწორედ მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ამ თემაზე რომ თქვათ ნაკლების სიცხადე გავიტანოთ. თქვენი და პატივცემული მაყურებლების გასაგონად ვიტყვი. მე რომ ვისაუბრო ახლა ამ თემაზე, ამ ტელევიზორს როგორ გონიათ, მხოლოდ კეთილსინდისიერი და ეს თეთრი და კონკულა მაყურებლები უყურებენ. რაც შეიძლება იმის თქმას არ როგორ გონიათ თქვენ ახლა დამნაშავეები, ვინც ამ დაპირთა წრე საკმაოდ დიდია, ისინი არ უყურებენ და ისინი არ იღებენ ზომებს, დამერწმუნეთ იღებენ ზომებს და 25 წელია იღებენ ზომებს. მე იღებენ ზომებს და 25 წელიწადია ეს საქმე არ გახსნილა. კი ბატონო, ამაში გეთახმებით. უბრალოდ ჩვენ გვახსოვს რომ ბატონ ზვიათთან იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი. ხო, ბესარაბ გუგუშვილი, პრემიერ-მინისტრი, ბოლოს და თორსტობი ორი დაცვის წევრი, ხო? მარგველანი და მეორის გვარი დამავიწყდა კვანცელაძე. სამივე ამტკიცებს რომ იქ იყვნენ გაიგონეს გასროლა, შევიდნენ და ვთქვათ პრეზიდენტი დახვდათ გარდაცვლილი. თქვენ რაზე გაქვთ ამ შემთხვევაში ეჭვი? მათზე გაქვთ ეჭვი, გარეშე პირზე გაქვთ ეჭვი? ყავთ თქვენ რაღაც თქვენი ვერსია გაქვთ გამოკვეთილი? ასევე ერთხელ უთქვამს ოჯახს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ოჯახის არც ერთ წევრს არ ქონია არასდროს იმის ეჭვი, რომ რომელიმე მათგანი არის ამის უშუალო შემსრულებელი. ისინი უბრალოდ არიან, ვიცი, გადაბირებულები, შეშინებულები, ეს უკვე ცალკე საკითხია, მათი მოტივები, ისინი უბრალოდ არ ამბობენ სიმართლეს პირველივე დღიდან და ეს ის დრო იყო სხვათა შორის, ეს იმ დროს დაიწყო, როდესაც ზვიად გამსახურდია სახელის ხსენებისთვისაც კი შეიძლებოდა დაეხმარება. და თქვენ მოგეხსენებათ ახლა პატარა არ თქვენ არ ახართ და მოგეხსენებათ ეს როგორ იყო. ხო და ეს იმ პერიოდშია საუბარი ამაზე. გესმით და მით უმეტეს რომ ამ დაცვის წევრების ოჯახები იყო შევარდნაძის ხუნტის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და ამ საქმეში სწორედ არის არაერთი ეპიზოდი სხვათა შორის, როდესაც მამას მომხრეებს იჭერენ აჰყავთ მძევლად მათი ცოლშვილი, შემდეგ მათ ათავისუფლებენ და ეუბნებიან რომ შეასრულონ მათ გარკვეული დავალება. ასე რომ შევარდნაძისგან აი ეს პატივნაცემი და აგერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ტაშს რომ უკრავს ჩვენი ბომონძღი, შევარდნაძისგან ეს გასაკვირი სულაც არ იყო ადამიანისგან, რომელმაც აქ სისხლები დააყენა. და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ზვიად გამსახურდია დაცვის წევრის ოჯახი ცოლშვილი იმყოფება ამ დროს თბილისში, ან ქუთაისში. როგორ გონიათ ახლა იმ დაცვის წევრისთვის დაცვის წევრზე გავლენის მოხდენას არ ეცდებოდნენ ამ მეთოდით. უღალატეს რა?
ასე ქვია დიახ ამ ყველაფერს. დიახ, ამას ღალატი ქვია და მეცაც გეტყვით ახლა იქ სხვადასხვა ვერსიები შეიძლება იყოს, მაგრამ აი ის სიჯიუტე და ის დამალვა არსებობს კიდევ ის მალვა, ის სხვადასხვა გარემოებები იქ, რომ ესე იგი ისინი ზოგი მათგანი ყოველ შემთხვევაში თანამშრომლობდა ამ სპეცსამსახურებთან, იმიტომ რომ ეს სპეცსამსახურები კვალში მისდევდნენ რუსულ-ქართული სპეცსამსახურები შეიძლება ითქვას, კვალში მისდევდნენ, იცოდნენ ზედმიწევრით მათი მარშრუტი, მათი გადაადგილების. ლიოსელიანის ჯგუფი, ხო როგორ ვიცი? არა მხოლოდ ავთანდი ლიოსელიანის ჯგუფი, იქ იყო გია გულუა, იქ იყო რუსეთის მიერ კონტროლირებადი ჯგუფები, იქ იყო ზარანდიას ხალხი, იქ იყვნენ ძალიან ბევრი ადამიანი თუ უბრალოდ არა ადამიანი ფიგურირებს ამ საქმეში. ესმით თქვენ და ახლა მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ასე იძახიან მათივე ჩვენებებში, იმ სამი პირის ჩვენებაში და თუ ძალიან ბევრი ურთიერთსაპირისპირო რამ არის და აი როგორც წეგან მოგახსენეთ თუ გინდა საერთო გადაცვალების გარემოებებზე. აი თუნდაც ერთ ფაქტს გეტყვით კიდევ. აი მე წლების განმავლობაში სანამ ესე იგი ჩემი ძმის კომისიამ არ დაათვალა, ჩემი ძმის ხელმძღვანელობით კომისიამ არ დაათვალიერა ის სახლი, მე წლების განმავლობაში არ ვიცოდი რომ ამ სახლს ესე იგი ამ ოთახს მეორე შესასვლელი ჰქონდა აივნიდან. ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ საერთოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა მხოლოდ და ის გადიოდა იმ ოთახზე, სადაც იწვნენ სახლის მასპინძლები. აი წლების განმავლობაში თითქმის 15 წლის მანძილზე მე ეს არ ვიცოდი. იმიტომ არ ვიყავი იმ სახლში, იმ წეულ იმაში, რა ქვია. ადგილას ნამყოფი. ესმით? აი თუ გინდას ეს ფაქტი კიდევ საინტერესოა, რატომ მალავდნენ, რატომ არ იძლევა დღემდე გუშვირი ჩვენებას და რატომ არის სრულ ისტერიკაში, რომ ესე იგი როცა უნდა კანონიერი ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრია საქართველოისა და ამავე დროს ჯერა შევარდნაძე მარგიანის კომისიის დასკვნის და ჩვენ გვადანაშაულებს, რომ როგორ არ ვენდეთ შევარდნაძის ხელისუფლებას და ექსპერტიზა არ ჩავატარებინეთ. არსებობს საქმეში ამ ექსპერტიზას დაუბრუნდები, ზეგანაც მინდოდა მეთქვა. არსებობს საქმეში კიდევ არაერთი დათვალიერების ოქმი ჩატარებული იმაში სენაკის აეროპორტში ჩატარებული, იქ სამეგრელოში, იქვე ადგილზე ჩატარებული გროზნოში, ზუსტად მახსოვს ესე იგი, სადაც აღწერილია მისი მდგომარეობა, გარეგნული აღწერაა გაკეთებული და არ აქვს თვითმკვლელობისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ეგრეთ წოდებული შტანცმარკა, არა აქვს ის ფაქტობრივად ის, რასაც იწვევს მსგავსი ენერგიის მქონე იარაღის მიბრძნით გასროლისას ის რა დაზიანებებსაც იწვევს სხეულზე. ესმით ასე ძალიან საკმარისზე მეტი გარემოებები აქ არის საჭირო მხოლოდ პოლიტიკური ნება იმისათვის რომ და როგორ ფიქრობთ ამ ხელისუფლებას მაინც აქვს ეს მე რომ ასე ვფიქრობდე ჩემო კარგო ახლა 12 დღე არ ვიშიმშილდებდი ხო და აქამდე ეს არ არის ადვილი გადასაწყვეტი უბრალოდ ისიც რა არის ახლა 20 აი სწორედ სულზე მიუსწარით შეიძლება იქ თქვას ამ საქმეს იმიტომ რომ მაგერ აი 31 დეკემბერს გადიოდა ხანდაზმულობის ვადა და ამ საქმეს ხურავდნენ შეიძლება ითქვას კი ბატონო და ეს არის ალბათ რაღაც შემოხვედი ნაბიჯი მართთან გადმოდმული როცა ხდება ჩემი მხრიდან ახლა ეს რომ რაღაც პოლიტიკური ამბავი იყოს ამას გავაკეთებდი აგერ არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში ან ახლა და ან იმის წინ გესმით თქვენ მაგრამ ნუ ზოგიერთ ტვინგაყინულს და ესე ვთქვათ ნამოზგაყიდულს ამას ვერ აუხსნი კი ბატონო გასაგებია პროკურატურისგან თუ ხვალ ვერ მიიღეთ რაღაც ისეთი დაპირება შემდეგ თქვენი მოქმედება რა არის ანუ აგრძელებთ შიმშილობას ეს არის თქვენი გეგმა არ ვაგრძელებ შიმშილობას და სხვა გეგმებიც მაქვს არ არის პრობლემა ამაზე საუბრით ახლა არ დაგღლით ამეწმუნეთ კარგად მაქვს მოფიქრებული ყველაფერი კარგით მე იმედი მაქვს რომ ამ საქმეს მართლაც მოეფინება ნათელი და ბოლოს პროკურატურა იმას მაინც გვეტყვის თუ ვერ იძიებს რომ ვერ იძიებს და საქმე არა ვერ იძიებს არა ეს ასე არ არის ახლა უშედეგოდ ჩაიაროს ახლა დაამტკიცონ ან თვითმკვლელობამდე მიყვანა ან დაამტკიცონ ის რასაც ის საშუალებასაც იძლევა საქმის მასალები. ასე არ არის ესე მოხდა და არავინ არაფერს შეადამნაშავე ამ ქვეყანაში ხომ იცით არავინ არაფერზე ეგებს პასუხს ყველაფერში მართალია ყველა სტუჩებში იკოცნის და ზურგზურგან აგინებს და ასე არ გვინდა რომ იყოს. ხო არა იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მე კონსტანტე გამსახურდია როცა მყავდა სტუმრად მასაც უთხარი და თქვენც მოგიწოდებთ რომ ამ საქმის გარდა ასევე მოითხოვოთ და იბრძოლოთ გამოძიებისთვის ხელისუფლების გადატრიალების თემაზე, იმიტომ რომ აი ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, იმიტომ რომ სისხლის სამართლებრივადაც უნდა შეფასდეს არა მარტო პოლიტიკურად, რა მოხდა თბილისში 91 წლის ბოლოს და ხელისუფლების გადატრიალება და მისი მონაწილეები სწორედ პასუხისგებაში უნდა იყვნენ მოცემული. ბატონო, ყოველ შემთხვევაში მის მონაწილეებს იმ
იმის უფლება მაინც არ უნდა ჰქონდეთ, რომ ქუჩაში დაბრძანდებოდნენ და გვარიგებდნენ და მაშინ ჩემო კარგო, რახან ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის. Холод ჩვენ კი ნუ მოგვიწოდებთ, თქვენ იბრძოლეთ. სიამოვნებით. მე ამ საქმეში სიამოვნებით ვიქნებ თქვენს, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეები, მოქმედების შეფასება უნდა მოხდეს სისხლის სამართლებრივად და კიტოვანი იქნება, სიგუა იქნება თუ ვინც იქნება, არ ვიცი, ვინც არის დღეს ცოცხალი. სხვათა შორის მინდა მადლობა მოუხადო ქართულ მედიას იმ გვერდში დგომისათვის, რომელიც მან გაგვიწია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ დიახაც აღელვებთ საკუთარი შვილების მომავალი და ის რომ ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს სამართალმა იზრდება. აუცილებლად და თუ პროკურატურა არა, საპარლამენტო კომისია მაინც იქნებ შეიქმნეს, გამომძიებელი საგამოძიებო კომისია, რომელიც აი ამ გადატრიალების საქმეს გამოიძიებს და მარტო რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს. დიდი მადლობა. ქრისტემ ერთი კი არა ვარ, სამჭკუაშვილი ვარ, რო გახსოვს ლეხმა როგორ. კი ბატონო, თუმცა გამსახურდია ხარ სამჭკუაშვილი არა. ეს არ არის პატარა საქმე. დიდი მადლობა, ცოტა გამსახურდია იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ თბილისის მერის მუშაობაში ავაჯამებთ.